1, 2, 3, 4, 5. არა, ლუბეგა ახლახანს არ შესულა შენობაში. ეს დიდი ხუთი დარტყმა, რადგან აშშ-მა ირანს ერთმანეთის მიყოლებით მიაყენა დარტყმები. რეჟიმი დაშლილია. ირანის ყველა მთავარი სამხედრო რესურსი განადგურებულია. აშშ-მ ირანის წინააღმდეგ შეუძლებელი შეძლო და სტრატეგიულ ტერიტორიაზე შეტევით, რომელიც შესაძლოა სახმელეთო შეჭრისთვის პლაცდარმად იქცეს, ყველაფერი დააგვირგვინა. დავიწყოთ ამ სტრატეგიული ტერიტორიით, ხარკის კუნძულით. 12 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ მასიური დარტყმა მიაყენა ხარკის კუნძულს, რომელიც ირანის სანაპიროდან 24 კილომეტრით, ანუ 15 მილითაა დაშორებული. ეს კუნძული ირანის ნავთობის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა აშშ-ს ნავთობის ინფრასტრუქტურა ჯერ არ გაუხდია სამიზნედ. ამერიკულმა დარტყმებმა კუნძულზე სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა. BBC-ს ცნობით აშშ-მ დაარტყა 90-ზე მეტ ობიექტს, მათ შორის რაკეტების ბუნკერებს, საზღვაო ნაღმების საცავებს, საჰაერო თავდაცვას, ვერტმფრენების ჰანგარს და აეროპორტის საკონტროლო კოშკს. ეს ნიშნავს ხარკის კუნძულის სრულ განიარარებას, რაც ირანს არ მოსწონს. დარტყმის შემდეგ ირანმა გააფრთხილა, რომ კუნძულზე აშშ-სთან თანამშრომლობის მქონე კომპანიების ნავთობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაუყოვნებლივ განადგურდება და ფერფლად იქცევა. ეს მუქარა ნიშნავს ხარკის კუნძულზე დარტყმა აშშ-ს ირანზე მეტად დააზარალებს. ნავთობი ამ კუნძულის მთავარი ფაქტორი, თუმცა არა ისე, როგორც ირანი ცდილობს წარმოაჩინოს. ხარკის კუნძული ნავთობისა და გაზის მხრივ ირანისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ისთვის და ეს ციფრებით დასტურდება. Euronews-ის მიხედვით, კარგის კუნძული ირანის მთელ საექსპორტო სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვან ნავთობის ტერმინალს წარმოადგენს. ქვეყნის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 80% ირანიდან სწორედ ამ კუნძულიდან გადის, საიდანაც ისინი ჰორმუზის სრუტეში გადიან და შემდეგ მიემართებიან ისეთ კლიენტ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და სხვა მყიდველები აზიაში. სხვათა შორის დაიმახსოვრეთ ჰორმუზის სრუტე, რასაც აშშ-ში იქ აკეთებს 5 მთავარი დარტყმიდან ერთ-ერთია. კარგის კუნძული სრულად მუშაობისას დღეში 1,3-დან 1,6 მილიონამდე ბარელი ნედლი ნავთობის დატვირთვის საშუალებას იძლევა. ირანს სჭირდება, რადგან ღრმა წყლის პორტებში სუპერტანკერებს ნავთობის დატვირთვა შეუძლიათ. ამ ტანკერები ვერ იყენებენ ირანის სანაპირო პორტების უმეტესობას, რადგან წყალი ზედმეტად მეჩხერია მეტი. BBC დასწენს, რომ ნავთობი და გაზი ირანის შერყეული ეკონომიკისთვის საკვანძოა. ქვეყნის რეჟიმი ფლობს მსოფლიოს ნავთობის მარაგების 10%-ზე და გაზის 15%-ზე მეც. რაც ენერგეტიკას ერთადერთ ინდუსტრიად აქცევს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ირანის შენარჩუნება მაშინ, როცა ქვეყანა მძიმე სანქციების პირობებშია და ვერ ხდება ეფექტური სავაჭრო პარტნიორი სხვა სფეროებში. ბოლო წლებში ირანის ნავთობის შემოსავალი იზრდება. Tehran's Times-ის ცნობით 2024 წელს შემოსავალი 46 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 14%-ით, ანუ 5,6 მილიარდით მეტია. თუ ირანის ნავთობის 80% კარგის კუნძულზე გადის ექსპორტამდე, გენიალობა არ სჭირდება იმის მიხედვას, რომ ამ კუნძულზე დარტყმებს შეუძლიათ ირანის მთელი ეკონომიკის დანგრევა. და ეს ის ეკონომიკა, რომელიც არც მანამდე იყო განსაკუთრებულად წარმატებული, სანამ აშშ ოპერაცია ეპიკური რისხვა დაიწყებდა. BBC-ის ცნობით 2018 წლის მაისიდან ირანის ვალუტა აშშ-ში დოლართან მიმართებით 95%-ით გაუფასურდა. ირანის ეკონომიკურმა მდგომარეობამ დეკემბრის ბოლოს და იანვარში დაწყებული პროტესტები გამოიწვია, რამაც საბოლოოდ იმ ომამდე მიგვიყვანა, რომელსაც ახალ ხედავთ. ირანის რეჟიმს არ შეუძლია ხარკის კუნძულზე მდებარე ნავთობის ობიექტების დაკარგვის უფლება მისცეს თავს. ასე არ მოხდა, რადგან აშშ პირველი ტალღის დარტყმებისას სამხედრო ობიექტებზე კონცენტრირდა. პირველი ტალღის ხსენება ნიშნავს, რომ აშშ-ში ყველა ვარიანტს განიხილავს. ამერიკამ ამ საწყისი დარტყმებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა და გაანადგურა ყველაფერი, რითაც ირანს ხარკის კუნძულის დაცვა შეეძლო. შემდეგი სამიზნე ნავთობის ობიექტებია, რომლებზეც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნახევრად ხუმრობით განაცხადა, რომ შეიძლება კიდევ რამდენჯერმე დაარტყან, უბრალოდ გართობისთვის. ირანის რეჟიმს არ ეცინება. მან იცის, რომ აშშ-ს კოზირი აქვს ხარკის კუნძულზე და ნებისმიერ დროს შეუძლია კვლავ დაარტყას, რათა ირანის ნავთობის მთავარი არტერია გაანადგუროს. ხარკის კუნძულზე თავდასხმებმა შეიძლება ირანის პოზიციაზეც იმოქმედოს ჰორმუზის სრუტეში, მაგრამ მოდით გადავიდეთ დიდი ხუთეულის მეორე პუნქტზე, ირანის განადგურებულ სამხედრო შესაძლებლობებზე. მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა დაიწყეს ოპერაციები ეპიკური რისხვა და მტვინავი ლომი, ისინი ანგრევენ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას. ეს დაიწყო ქვეყნის ხელმძღვანელობით. 28 თებერვალს ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყების დღეს ტრამპმა თქვა, რომ მოკლეს ირანის 58 სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის ალი ხომეინი. აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის ხელმძღვანელობის განადგურების შემდეგ ბევრი ლიდერი დაიღუპა, რამაც ჯაჭვური ეფექტი და ირანის ქაოტური სამხედრო პასუხი გამოიწვია. ამის შემდეგ აქედან გამომდინარე, ციფრები საშინელია იმისთვის, რაც ირანის რეჟიმისგან დარჩა.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, ისრაელი ამტკიცებს, რომ ავიადართმევმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80%-მდე გაანადგურა. ისრაელის თავდაცვის ძალები, ანუ IDF-ი, ასევე ამტკიცებს, რომ ირანის სარაკეტო გამშვები დანადგარების დაახლოებით 70% გაანადგურეს. ეს ნიშნავს, რომ ირანმა დაკარგა ის, რითაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიდა მოკავშირე ძალებს, რომლებიც მის ტერიტორიას ყოველდღიურად ცეცხლს აწვევენ. საჰაერო თავდაცვის უმეტესობის დაკარგვა ნიშნავს, რომ ირანს აღარ შეუძლია არაფერი გააკეთოს იმის წინააღმდეგ, რომ აშშ-ს დაამყაროს საჰაერო უპირატესობა მის ტერიტორიაზე. ეს აშშ-ს აძლევს საშუალებას ბრძოლაში ჩართოს არასდელს ბომბდამშენები და შეტევითი თვითმფრინავები, როგორც B1, B52 და A10 ირანში გამოჩნდა. ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელის 80%-ის გათიშვამ აშშ-სა და ისრაელს ოპერაციებში მეტი საჰაერო ძალის ჩართვის საშუალება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ირანს იზოლირებული საჰაერო თავდაცვის დანაყოფებით მცირე საფრთხის შექმნა კვლავ შეუძლია. ეს საჰაერო ძალების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია დარტყმისა და შოკის შემდეგ, რაც დიდი ხუთეულიდან კიდევ ერთზე მიუთითებს. ეს ნიშნავს, ირანს მოუწევს დარტყმების უფრო მეტ სერიასთან გამკლავება. საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება დანარჩენ თავდაცვას უფრო დაუცველს ხდის. ირანის სამხედრო ძალების ამ კომპონენტზე დადატყმების შემდეგ ბომბდამშენებსა და შეტევით თვითმფრინავებს მეტი გზა ეძლევათ მოქმედებისთვის. შემდეგი იყო რაკეტების გაშვება. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მათი 70% განადგურდა, რაც ირანის ბალისტიკურ რაკეტებზეც აისახა. ირანული რაკეტების გაშვების სიხშირე კონფლიქტის დასაწყისიდან იკლებს, რაც Times of Israel-ის თანახმად ისრაელის თავდაცვის ძალებმა დეტალურად შეისწავლეს. ირანმა ომის პირველ დღეს ისრაელზე 80 რაკეტა გაუშვა, მეორე დღეს კი 60. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ამის შემდეგ ირანი დღეში 20 რაკეტას უშვებდა. ახლა კი ეს რიცხვი კიდევ უფრო ნაკლებია. განადგურებული გამშვები დანადგარები ამ ცეცხლის ძალის დაკარგვის მთავარი მიზეზია და ეს ირანისთვის დამანგრეველია. ქვეყანა ომამდე დაგროვდა 2000-ზე მეტი მოკლე მასშტაბიანი ბალისტიკური რაკეტა და აპირებდა მეტის წარმოებას. იგი რაკეტების მასობრივი შეტევით ისრაელისა და აშშ-ს განადგურებას აპირებდა, მაგრამ ირანს ეს აღარ შეუძლია და დაგეგმილთან შედარებით ძლივს უშვებს რაკეტებს. ამ პრობლემას ამძიმებს ისიც, რომ ირანის დრონების გაშვების წერტილებზე დარტყმებმა უპილოტოების გაშვება 85%-ით შეამცირა ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველ დღესთან შედარებით. აცხადებს აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰექსეთი. ირანის სამხედრო დოქტრინა ამ იარარის გამოყენებაზე იყო დაფუძნებული. მაგრამ ის ორივე მხრივ, როგორც თავდასხმით, ისე თავდაცვითი თვალსაზრისით, ადგილზე პარალიზებულია. ყველაფერი უარესდება, რადგან დიდი ხუთეულის მესამემ ირანი სხვაზე ფაქტობრივად უუნარო გახადა. მაგრამ სანამ ამას ჩაუღრმავდებით, თუ მსგავსი ანალიზი გსურთ, გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ამას ყოველდღე ასე დეტალურად ვარჩევთ. ახლა ირანის საზღვაო ძალები. მდგომარეობა არ არის კარგი. 16 მარტს ადმირალმა ბრედ კუპერმა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის, ანუ CENTCOM-ის მეთაურია, განაცხადა, რომ აშშ-მა გაანადგურა ან დააზიანა ირანის 100-ზე მეტი საზღვაო ხომალდი. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ Global Firepower-ის ინფორმაციით, ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე ირანის საზღვაო ძალებს 109 ერთეული ჰქონდათ. ეს ნიშნავს, რომ აშშ-მ თითქმის მთლიანად გაანადგურა ირანის საზღვაო ძალები, თუ ეს მონაცემები სწორია. თუ ეს ასე არ არის, რაც შესაძლებელია, რადგან ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი ბევრ სწრაფ ნავს იყენებს, რომლებიც ოფიციალურად შეიძლება ირანის საზღვაო ძალების შემადგენლობაში არ შედიოდეს, ეს მაინც ნიშნავს, რომ აშშ საზღვაო სამიზნეებს მასიურად ანადგურებს. აშშ საზღვაო ძალების ყოფნისთვის ირანის წყლებში და მის გარშემო არსებული საფრთხეები თითოეული ასეთი ერთეულის განადგურებით მცირდება, ისევე როგორც მცირდება საფრთხე, რომელსაც ირანის საზღვაო ძალები შეიძლება უკაუქმიდეს ჰორმუზის სრუტეში გამავალ სავაჭრო გემებს. კიდევ ერთხელ დარჩით ჩვენთან, რადგან ის, რასაც აშშ ამ სრუტეში ახლა აკეთებს, არის ბოლო დიდი ხუთეულიდან. Washington Post-ის ცნობით, სატელიტური სურათები ირანის ზოგიერთი საკვანძო საზღვაო ბაზიდან აშშ-ის მიერ მიყენებული ზიანის უზარმაზარ მასშტაბს აჩვენებს. ბანდარ აბასის ირანის უმსხვილესი პორტის და ჰორმუზის სრუტის სტრატეგიული ნაწილის პორტში საბრძოლო გემები იწვის და ჩანს, სულ მცირე ერთი ირანული წყალქვეშა ნავი ჩაძირულია. აშშ-მ ირანის წყლებიდან გარეთაც დაიწყო ირანული გემების განადგურება, რასაც ვხედავთ ირის დინას მაგალითზე, რომელსაც აშშ-მა შრი-ლანკის სანაპიროსთან დაარტყა. ეს საბრძოლო გემი ახლა ინდოეთის ოკეანის ფსკერზე წევს, სულ მცირე 84 ეკიპაჟის წევრთან ერთად, რომლებიც აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. აშშ-მ გაანადგურა ირანის 16 ნაღმფენი გემი, რომლებსაც ირანი ჰორმუზის სრუტეში წყალქვეშა ნაღმების დასადებლად გამოიყენებდა, რითაც ისედაც სახიფათო გადასასვლელს სრულიად ვერაგულს გახდიდა სავაჭრო გემებისთვის, რომლებიც სრუტის გავლით ტვირთის გადატანას ცდილობენ. რასაც ამ დიდი ხუთეულის მესამე პუნქტი აჩვენებს, არის ის, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ქვეყნის საზღვაო ძალების განადგურება, როდესაც ის უპირისპირდება სახელმწიფოს, რომელსაც ბევრად უკეთესი გემები და რაც მთავარია უზარმაზარი ავიამზიდები ჰყავს, საიდანაც შეუძლია ერთი შემდეგ მეორე იერიში მიიტანოს მნიშვნელოვან პორტებზე.
ირანმა დაკარგა ფრეგატები, დრონზიდები, წყალქვეშა ნავები, პორტები, ნაღმფენი გემები, საზღვაო პატრულის თვითმფრინავები, მცირე ზედაპირული საბრძოლო გემები და ფაქტობრივად ყველაფერი, რაზეც ის ASEAN-ს წინააღმდეგ საზღვაო თავდაცვის რაიმე სახის ორგანიზებას ეკუთვნოდა. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რასაც ირანის ცაზე ვერ ხედავთ. ამ ცაზე ამერიკული თვითმფრინავები დაუსჯელად დაფრინავენ. იგივე შეიძლება ითქვას ახლა ამერიკულ ავიამზიდებსა და საზღვაო დარტყმის ჯგუფებზე, რომლებიც სპარსეთის ორის რეგიონში იმყოფებიან. განადგურების მასშტაბი იმდენად მძიმე იყო, რომ ირანი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ ჩაერთვება გემებზე დაფუძნებულ არც ერთ ბრძოლაში, რადგან ეშინია არ დაკარგოს ის მცირედი რესურსები, რაც დარჩა. ის ახლა მხოლოდ სწრაფი ნავებითა და უპილოტო ხომალდებით უტევს სავაჭრო გემებს, რაც ASEAN-ს ირანის ძირითად ტერიტორიაზე ავიამზიდებიდან ან სხვა ბაზებიდან საჰაერო დარტყმების გაგრძელებაში დიდად ვერ შეუშლის ხელს. საჰაერო ძალებზე საუბრისას ეს მივიყვანს დიდ ხუთეულში მეოთხე პუნქტამდე, ამერიკის მუდმივ ზეწოლამდე ირანზე, რაც შესაძლებელი გახდა ათასობით საბრძოლო გაფრენის წყალობით, რომლებიც ირანში ხორციელდება. ამაზე უკვე ვისაუბრეთ, როცა განვიხილავდით, როგორ მისცა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაკარგვამ ASEAN-ს საშუალება გამოეყენებინა თვითმფრინავები, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ გამოიყენებოდა. B-52 ტიპის ბომბდამშენების გამოყენება ირანზე დარტყმისთვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, რადგან ეს 70 წელზე მეტი ხნის ბომბდამშენების შეუმჩნევლები იარლები არ არიან, მაგრამ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების გამო ოპერაციებს მაინც ატარებენ. მოდით რიცხვებს გადავხედოთ. Wall Street Journal წერს, რომ ASEAN-ს მტკიცებით მან ირანში 7000-ზე მეტი ობიექტი დაარგა. ASEAN-ს ომის მდივანი Pete Hegseth აცხადებს, რომ ეს რიცხვი ისრაელის დარტყმების ჩათვლით 15000-მდე იზრდება. ომი 28 თებერვლიდან მძვინვარებს, რაც ამ იდეის შექმნის დროისთვის 19 დღის დათუმებს ნიშნავს. ანუ ირანში ყოველ დღეს საშუალოდ 789 ობიექტს ურტყამენ. ეს უწყვეტი საჰაერო კამპანიის განმარტებაა. ASEAN-მ და ისრაელმა შეძლეს გაფრენების ისეთ რუტინაზე გადასვლა, სადაც მათ საჰაერო ძალების როტაცია შეუძლიათ ირანის უკუგების გარეშე. მებრძოლი თვითმფრინავები ავიამზიდიდან აფრინდებიან, დარტყმას ახორციელებენ, ბრუნდებიან, ივსებიან საწვავით და საბრძოლო მასალით და დღეში რამდენჯერმე გაფრინდებიან. თუ ამას გაამრავლებთ ამერიკის ავიამზიდებზე მყოფ და ისრაელიდან მფრინავ ათეულობით გამანადგურებელზე და ასევე იმ თვითმფრინავებს, რომლებიც ირანსთან ახლოს მდებარე ASEAN-ს ბაზებიდან აფრინდებიან, მიიღებთ უწყვეტი დათმობის სქემას, რაზეც ირანს პასუხი არ აქვს. ეს ირანის სამხედრო ძალისა და რეჟიმის სისტემატურ დეგრადაციას ნიშნავს, რომელიც 40 წელზე მეტი არსებობს, რაც ამერიკული საჰაერო ძალებით ხდება. დარტყმების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ აქ დეტალურად აღწერა შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე მძიმე დარტყმებს შორისაა უკვე ნახსენები კარგის კუნძულზე განხორციელებული იერიშები, რომლებიც შესაძლოა მალე გაგრძელდეს. და ასევე ASEAN-ს მიერ 30000 ფუნტიანი მასიური ბომბების გამოყენება თალაგან მეორეის მიწისქვეშა ბუნკერის წინააღმდეგ. დიდმა ბრიტანეთმა ASEAN-ს მისცა ნებართვა, გამოიყენოს მისი ბაზები, მათ შორის RAF Fairford, რის შედეგადაც ამერიკელ პილოტებს აღარ უწევთ იმ დამღლელი ორმხრივი ფრენების შესრულება, რომლებსაც ომის საწყის ეტაპზე იერიშების მისატანად ასრულებდნენ. მანძილი, რომელიც ირანამდე დასაფარავია, შემცირდა. ახლა უკვე შესაძლებელია მთელი ატლანტის ოკეანის გვერდის ავა. და ეს ნიშნავს, რომ ამერიკულ ბომბდამშენებს ახლა შეუძლიათ ირანზე ბევრად უფრო სწრაფად მიიდანონ იერიში ვიდრე ადრე და შეუერთდნენ უკვე გამანადგურებლების უთვეთ როტაციას. ოპერაცია ეპიკური რისხვის დასაწყისში ჩვენ ვიხილეთ ირანის საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო შესაძლებლობების დემონტაჟი. დიდი ხუთეულის მეოთხე წევრის ჩართვით ASEAN-ს ახლა ანადგურებს სარაკეტო წარმოების ობიექტებს, მიწისქვეშა კომპლექსებს, სარდლობისა და მართვის ცენტრებს და ირანის ინდუსტრიული ბაზის ყველა იმ ნაწილს, რომელსაც კი მიაგნებს. ეს ეხება არა მხოლოდ ირანის სამხედრო ძალების განადგურებას, არამედ იმასაც, რომ ირანის არმიამ აღდგენა ვეღარ შეძლოს. მიუხედავად ამისა, ირანს ერთი ბერკეტი მაინც დარჩა, რომელსაც სასოწარკვეთით ეჭიდება და ეს გვაბრუნებს უკან, დიდ ხუთეულში, ბოლო წევრთან, ჰორმუზის სრუტესთან. ჰორმუზის სრუტე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო გზაა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ზღვით ნავთობის გადაზიდვას ეხება. მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი, ან 21 მილიონი ბარელი დღეში ამ სრუტეს დეზე გადის. და ყველაზე ვიწრო ადგილას, სადაც სრუტე მხოლოდ 24 მილის სიგანისაა, ჰორმუზის სრუტე ირანისთვის ძალიან მარტივად საპატრულოა. მიუხედავად იმისა, რომ სრუტეში გარკვეული მოძრაობაა, ეს ძალიან მცირე ნაკადია იმასთან შედარებით, რასაც უნდა ვხედავდეთ. მიზეზი კი ნათელია. ირანი დაემუქრა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემებს და ამ მუქარებს უკვე რამდენჯერმე შეასრულა კიდეც. რადგან სრუტეები კვლავ ფაქტობრივად ბლოკირებულია, ნავთობის ფასმა $100-ზე მაღლა აიწია თითო ბარელზე და ამ ნიშნულზე რჩება კიდეც. ეს ირანის ბოლო გეგმაა. სრუტის დაბლოკვა, ნავთობის ინდუსტრიაში ქაოსის გამოწვევა და იმედი, რომ შექმნილი ზეწოლა ASEAN-ს უკან დაახევინებს, არ ამართლებს. მოკავშირეებისადმი მოწოდებებთან ერთად, რომ შეუერთდნენ ჰორმუზის სრუტით გამავალი სავაჭრო გემების დაცვას, რასაც თან ახლდა რამდენიმე კრიტიკა და ბუნდოვანი მუქარები მათ მიმართ, ვინც ჩართვას არ აპირებს, ASEAN-ში ყურადღება გადაატანა სრუტის მახლობლად პირდაპირ დარტყმებზე. მარტის 17-ს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ASEAN-მ ირანის სარაკეტო პოზიციები ჰორმუზის სრუტის მახლობლად ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბებით დაბომბა.
CENTCOM-მა პოსტში გავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საათის წინ აშშ-ს ძალებმა წარმატებით გამოიყენეს რამდენიმე 5,000 ფუნტიანი ღრმად შეღწევადი საბრძოლო მასალა ირანის გამაგრებულ სარაკეტო პოზიციებზე, ჰორმუზის სრუტის მახლობლად. ეს დარტყმები მიზნად ისახავს ირანისთვის სრუტეში სავაჭრო გემებზე ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების გამოყენების შეზღუდვას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ირანის სარაკეტო პოზიციებზე იერიშად მოგოჩვენოს. აშშ-მ, რომელმაც გაანადგურა ირანის სამხედრო და ხელმძღვანელობის სტრუქტურები, ასევე სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის ეკონომიკას, ახლა აქტიურად იცავს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო გზას და შესაძლოა კიდევ მეტი ნაბიჯი გადაიდგას. აშშ შუაგზავნის 31 საზღვაო ქვეითთა ექსპედიციურ დანაყოფს ახლო აღმოსავლეთში. ამ დანაყოფში შედის 2200 ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ამფიბიური სადესანტო ხომალდები, რომლებიც ადგილზე მარტის ბოლომდე აღჩავლენ. როგორც კი ეს დანაყოფი პერსიის ყურის რეგიონში ჩავა, შესაძლოა დაიწყოს სანაპირო რეიდები ირანის საკვანძო სამხედრო ობიექტებზე, ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე. დაზიანებული პორტები და რაკეტების გამშვები პოზიციები სრულად შეიძლება აითვისონ, რაც აშშ-ს მისცემს ბუფერული ზონის შექმნის საშუალებას, საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებით და მატერიკის სიღრმიდან სრუტისთვის ირანის მიერ შექმნილი საფრთხის მინიმუმამდე დაყვანით. თუ სხვა ქვეყნები აშშ-ს შეუერთდებიან სრუტის დაცვაში, რასაც საფრანგეთი განიხილავს მას შემდეგ, რაც ამ საზღვაო გზაზე სიტუაცია დამშვიდდება, ირანი ბოლო ბერკეტს დაკარგავს. ირანის მორყეულ რეჟიმს სურს ნავთობის ფასის შოკმა აშშ-ს შეაჩეროს. სნეხისადმი დამორჩილების ნაცვლად აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში დიდი ხუთეულის მეხუთე ძალა გამოიყენა და შესაძლოა კიდევ ბევრი კონდეს სათადარიგოდ. ძლიერმა დარტყმებმა ირანი გატეხა. დიდი ხუთეული ამტკიცებს, რომ ოპერაცია ეპიკურ რისხვაში ყველა კოზირი აშშ-ს აქვს. რაც შეეხება ირანს, მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა და რეჟიმიც ყოველდღიურად უფრო და უფრო სუსტდება. და როცა აშშ აგრძელებს მოქმედებებს, სავარაუდოდ ჰორმუზის სრუტის სხვა კვანძებზე და კააგის კუნძულზე თავდასხმებით, ირანისთვის ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ამ ყველაფერში ართმულა, რომ აშშ-მ ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმებიდან აღებული იარაღებიც გამოიყენა. ლაზერები უკვე მოქმედებაშია და ისინი ხელს უშლიან ირანის მცდელობებს გამოიყენოს დრონები აშშ-ის წინააღმდეგ. გაინტერესებს როგორ? მაშ ნახე ჩვენი ვიდეო, სადაც ვსაუბრობთ ულტრა თანამედროვე იარაღებზე, რომელთა გამოყენებაც ირანს ვერასდროს წარმოედგინა. თუ მოგეწონა ვიდეო, გამოიწერე The Military Show, რომ ნახო მეტი ირანის ომზე. მადლობა ყურებისთვის.